წინანდალში საქართველო-აზერბაიჯანი თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. სამი ქვეყნის ბიზნეს სექტორს საშუალება აქვს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ფორუმში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებისა და რეგიონული მასშტაბის პროექტებისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. თურქეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი. ფორუმში სამივე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა. საქართველოს უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს, ეს არის სამხრივი საქართველოს, თურქეთი, აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრებს. ამასთანავე ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ფორუმმა ბიზნეს სექტორში. დღეს ჩვენ ერთად მასპინძლობთ 350 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, რომ დაამყარონ ბიზნეს კავშირები, ურთიერთობები გააღრმავონ არსებული, მათ შორის ბიზნეს კავშირები და რა თქმა უნდა აღნიშნული პლატფორმა კიდევ ერთხელ იქნება უდიდესი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ გააღრმავდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მათ შორის ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, ისევე როგორც გამოსვლების ფარგლებში, რომ გვესაუბრა იმ მნიშვნელოვანი მიღწევების თაობაზე, რომელიც ჩვენ